თქვენი აზრით გაიზარდა თუ არა საქართველოში კრიმინალის დონე და რატომ? წინა წლებთან შედარებით გაიზარდა კრიმინალური დონე, ხშირია უფრო კვლელობები, განზრახ-კვლელობები, სისტემის სისუსტესთან დაკავშირებით არის და არ ვიცი, პოლიტიკური სიტუაცია აქვს ახლა ორგანოების კადრირებასთან და საკადრო პოლიტიკა არ ვივარგა მოკლედ. სტატისტიკა ბატონოებდა, რაც მესმის პრესიდან, იქ ჩემი აზრით არ არის გაზრდილი, აი ეს მგონია. არაფერი არ გაზრდილი. მე მგონი გაიზარდა უფრო კრიმინალური. არ ვიცი ნამდვილად, მაგრამ არ მგონია რომ გაზრდილია. აი როგორ არის იცით? არ აშუქებენ ეთქობა ადრინდელი მთავრობა დანაშაულებებს და იმიტომ ეძახიან რომ ის არისო გაზრდილიაო, მაგრამ არ არის გაზრდილი. ეგ ნორმალურად მიდის მუშაობა ჯერჯერობით თუ ხელს არ შეუშლია ნაციონალები უფრო კარგად იმუშავებენ. ვერ იკეთებ გაიზარდა, მე ვერაფერს ვერ ვამჩნევ, გაზდას მეტყვი ვერ ვამჩნევ. ალბათ რაც იყო ისე ისე. სიტუაცია არ გაუარესებულა, არც შემცირებულა, არც გაზრდილი. სიტუაცია არის ზუსტად იგივე, ერთადერთი ცუდი და რაც მოხდა ის იყო, რომ ციხეებიდან გამოუშვეს ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც არ იმსახურებდა რეალურად გამოსვლას, ამას შედარებით დაძაბა ვითარება. უმარტო ღარიბაშვილს კი რა.